მოგიხსენებათ ჯერ კიდევ როდესაც იყო წინასაარჩევნო პერიოდი ქართული ოცნება დააპირდა ხალხს რომ აღარ იქნებოდა ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაცია და ეს კოჰაბიტაცია დასრულდებოდა. და ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ რომ ბატონმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება რომ კოჰაბიტაცია დასრულდება ძალიან მალე. და ალბათ სწორედაც რომ იმის შედეგია რომ კოჰაბიტაციის აი ამ ღიად მესიჯის გაჟღერება რომელიც მათ გააჟღერეს ეს მესიჯი სწორედაც ის ადამიანები რომლებიც დღეს ესე ვთქვათ ტოვებენ ტელევიზიებს ტოვებენ რაღაც იქ სახელმწიფო სამსახურში და სიპებში დასაქმებული ადამიანები ტოვებენ სამსახურებს ალბათ მათ იგზნეს ის გარემოება რომ პირველ რიგში მათ მოხდებოდათ ეს ჯოხი რომელიც დიდი ხანია ქართველი ხალხი ელოდება იმას რომ კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს და თვითონ გადაწყვიტეს რომ წამოსულიყვნენ სახელმწიფო უწყებებიდან წამოსულიყვნენ ტელევიზიებიდან და ნუ მოკლედ თბილი ტელევიზიები და ვინც არა 1-2 ის ვიცი იმედი და რო წამოვიდა მაგრამ თავისით ბევრი არ ტოვებს ისე აი სახელმწიფო უწყებებიდან გავიგე პირველი არხის დატოვეს ბატონო ნიკოლოზ პირველი არხის დატოვეს აი ეხლა მე დღეს უსმენდი მოამბე სანამ შემოვიდოდი კიდე ის კაცი გამოდის წაყვანი ის ვიღაცა ჩიქოვანი რომ არის ვიღაც მეორე გვარიც რომ აქვს კიდე ივანოვ ჩიქოვანი რა ვიცი მე ეს კაცი რატოა კიდე პირველ რიგში ვერ ხვდი ხო გიდია კი ბატონო ასევე დღეს გავცელა ინფორმაცია რომ იმედის თანამშრომლებმაც დატოვა რაღაც აყვა ამ პროპაგანდას და სამწუხაროდ მანს დატოვა შესაბამისი სამსახური ნუ დიპ კორპუსზე ვისაუბრეთ ჩვენ წინა გადაცემაში იქაც მოგეხსენებათ რომ არაერთმა ადამიანმა დატოვა სამსახური ხო ეს ადამიანები კი ბატონო ასევე მერიაში დატოვეს კონკრეტული ეს თქვათ თანამდებობები ეს ადამიანები უნდა წავიდნენ და მე ამას მივესალმები კიდევაც რომ შუა უნდა გაიკრიფოს ჩვენს ქვეყანაში სანამ არ იარსებებენ ადამიანები რომლებიც იქნებიან პატრიოტები და რომლებიც ეს ვთქვათ ყველაფერზე რეაგირებას არ მოახდენენ ანუ პულსი უნდა გვესინჯებოდეს მაშინ ჩვენ ერი ვერ შევდგებით და სწორედაც ჩვენს მტრებს უნდათ ისეთი ადამიანის ჩამოყალიბება და ისეთი ფსიქოტიპის გამოძერწვა რომელიცაც რეაგირება არ ექნება და იტყვის რომ აი მაგალითად რამე ნებისმიერ მოვლენებზე რომ ეს ჩემი საქმე არ არის მე ამ პოლიტიკაში არ ვერევი მე ამ საკითხში არ ვერევი და საერთოდ ყველანაირად ცდილობენ რომ ყველაფრის დისკრედიტაცია მოახდინონ და ყველაფრისგან გაიწიონ არ და ეხლა აი ამ კრიტიკულ მდგომარეობაში ხო ეს როგორც არასდროს ისე ჭირდება ქართველი ხალხის დგომა დღევანდელ ხელისუფლებას თუნდაც აი როგორც ბატონი ნიკოლოზი საუბრობდა იმ პათოსზე რომ რუსეთთან ურთიერთობები რომ უნდა დაალაგდეს ვინ უნდა დაალაგოს ბატონ ნიკოლოზ ურთიერთობები თქვენ დარწმუნებული ვარ რომ არ გჯერათ რომ თუ მოვიდა ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ისინი დაალაგოს ხო და აი ამიტომ აი როგორ უნდა დაალაგოს მაგალითად ნიკა გვარამიამ და ნუ ნაციონალურ მოძრაობამ და ასე შემდეგ. ეს ხო თეორიულად წარმოუდგენელია რომ ისინი ვერ დაალაგებენ. ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში და თქვენ ხო იხილეთ რომ ვერ დაალაგეს რუსეთთან ურთიერთობა და დღევანდელი ხელისუფლება ეხა ყველაფერს აკეთებს, ყველაფერს ცდილობს რომ ურთიერთობა დაალაგდეს. ოღონდ დაალაგდეს არა ისე მონური ყურმოჭრილი პოლიტიკით, რასაც დასავლეთი ამდენი წლების განმავლობაში ჩვენ გვიკეთებს, არამედ ღირსეულად უნდა დაალაგდეს, როგორც თანაბარი პარტნიორული ურთიერთობებიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა შევძლოთ და დავიკავოთ თავი და წავიდეთ იქითკენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ნეიტრალური, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ ეტაპზე ეს არის ჩვენი გამოსავალი. ამიტომ ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და პირველ რიგში ამისთვის ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ეს სვლები და ხელისუფლებას უნდა უთხრათ რომ ეს არის აუცილებელი. არის ხოლმე კიდე კითხვები რომ აი თუ ევროპა შეგვიწყებს დაფინანსებას რა ეშველება ჩვენს ხალხს და როგორ უნდა ვიარსებოთ. როგორ ანუ თქვენ ფიქრობთ რეალურად რომ
თუ ევროპა აღარ იქნება ჩვენი ანუ დაფინანსებელი ჩვენ მაგალითად რაღაცა ცუდი დაგვემართება თუ ვერ ხვდები აი ამ პათოსს, რასაც ხშირ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები აჟღერებენ ხოლმე. როდესაც ამხელა რუსეთია აგერ სამეზობროდ. ამხელა ჩინეთია, რომელიც გეუბნება რომ მობრძანდით ყველანაირად გვერდში დაგიდგებით. კიდე ირანის დოვლათით შეგვიძლია ჩვენ ავითვისოთ, და სხვა მეზობლების და არა მარტო მეზობლების დოვლათი, ხო? ამიტომ ეს პირდაპირ პროპორციულია, ბატონ ნიკოლოზო, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გადავშენდებით და არც ერთ შემთხვევაში არ გაუარესდება ჩვენი მდგომარეობა. და მე არათუ გაუარესდება მაგის მწამს, არამედ პირიქით უკეთესი გახდება ჩვენი სოციალური ეკონომიკური მდგომარეობა და უფრო წინ წავა ჩვენი ქვეყანა. იმიტომ რომ ფაქტია რომ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთ რამეს ვხედავთ რომ მიდის ქართველი ქალი ევროპაში, რჩება ამ ევროპაში ქართველი ქალი და იქიდან აგზავნის ფულს რომ აქ ბავშვები გაზარდოს და ქმარს მოუაროს. ესეთი ქვეყანა არ გვინდა, ესეთი საზოგადოება არ გვინდა. და უნდა დამთავრდეს ესეთი მარაზმი, რაც ხდება რომ ყველანაირად ცდილობს დასავლეთი რომ გარყვნას, ოჯახები დაგვინგრიოს, თავისი პროპაგანდა შემოიტანოს ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სულიერებაში და უმორალურ გაგხვადონ. და ჩვენ ამას არ დაუშვებთ, რა თქმა უნდა.